გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 28 აპრილს ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით მამაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე წარედგინა. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამომტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.